ვიზა მიმოსვლა, თემა რომელიც ძალიან აქტუალური გახდა ბოლო პერიოდში. რატომ აქტიურობთ, რომ ვიზა მიმოსვლის თემა ძალიან მნიშვნელოვანი არის ახლა, რომ ვისაუბროთ იმაზე, თუ რა გაგვიკეთა ევროკავშირმა აქამდე და როგორ შეგვიწყო ხელი ვიზა მიმოსვლა. ზოგადად რა არის ევროკავშირი? ევროკავშირი არის მშვიდობის გარანტი. მშვიდობა, რომელსაც ოცნების პროპაგანდა ებრძვის და რაც ხავენ ისე, რომ თითქოს ევროპა არის არატრადიციული ღირებულებების შემომტანი, არის ომის შემომტანი, ნუ ეს არის აბსურდი და უბრალოდ რუსული პროპაგანდა. რომელსაც ძალიან კარგად ამუშავებენ და ხალხს აჯერებენ, რომ თითქოს ევროპას მაქვს ომი და ყველანაირი საშინაება აბსოლუტურად. რა მოგვიტანა ევროპამ და ევროკავშირმა ზოგადად ამ ბოლო პერიოდში საქართველოში? პირველ რიგში უვიზო მიმოსვლა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის და ზოგადად ყველაფერს ედება. მაგალითად რამდენი ადამიანი არის ემიგრაციაში? დედები, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ ნახულობდნენ საკუთარ შვილებს. უვიზო მიმოსვლის შემდეგ კი მიეცათ შესაძლებლობა, რომ ენახათ ისინი. რამდენი კადრი არის, რამდენი ვიდეო არის, თუ როგორ ეხუტება ემიგრანტი დედამ დიდი ხნის უნახავ შვილს, რომელიც ბავშვობაში დატოვა. და კობახიძე გამოდის და ამბობს, რომ უვიზო მიმოსვლა არ არის ეგზისტენციალური საკითხი. ეგზისტენციალური საკითხი არ არის მისთვის. მაგრამ იმ ემიგრანტი დედისთვის, რომელიც საზღვარგარეთ მუშაობს და უკვე წლების განმავლობაში არის გადახვეწილი, რომელსაც მხოლოდ შვილის ნახვა უნდა, მისთვის არის ეგზისტენციალური საკითხი. ეგზისტენციალური საკითხი არის იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც დედა უნახავი ყავდათ 10 წელი, 5 წელი, 15 წელი. ევროკავშირმა კი მოგვცა იმის შესაძლებლობა, მეც ემიგრანტი დედის შვილი ვარ, რომ დედები გვენახა, რომლებიც წლების მანძილზე ყავდა უნახავი. ქოცები კი ამბობენ, რომ ამდენს გვიცხოვრია ამის გარშე. კი, მაგრამ ამოვისუნთქეთ, რასაც ვქნა, როდესაც უვიზო რეჟიმი ამუშავდა. განათლება, რამდენი სტუდენტი წავიდა სასწავლებლად ევროპაში, რამდენს გაუადვილდა სწავლა, რამდენს გაუადვილდა მუშაობა, რამდენს გაუადვილდა ეს ყველაფერი ევროკავშირის დამსახურებით. იმის გამო რომ უვიზო მიმოსვლა გქონდა, რამდენი არ წვალობდა ისე რომ ევროპაში გადასულიყო სასწავლებლად, როგორც მაქამდე მაგალითად უვიზო რეჟიმამდე წვალობდა. 6 თვე, როდესაც უწევდა ხალხს ცთა ვიზის მიღებაზე და ჩაუგურტყავდნენ თუ არა ვიზას, ისიც გაუგებარი იყო. რამდენი წამება და წვალება გადაიარა უკვე ქართველმა ხალხმა, რომ საზღვარგარეთ გადასულიყვნენ ჩვეულებრივად. და მართლაც რომ როდესაც ამოვისუნთქეთ და ცოტა ხანია ნორმალურად ვსუნთქავდით და ვცხოვრობდით, ჩვეულებრივად დავდიოდით საზღვარგარეთ და უცებ ჩვენი სახელმწიფო ამასაც კი გვართმევს, როგორც ყოველთვის. ქოცი არც ერთი დეპუტატი არ გაუშვებს საკუთარ შვილს რუსეთში სასწავლებლად. ისინი მიისწრაფვიან იმისთვის, რომ საკუთარ შვილები ასწავლონ ევროპაში. რატომ უნდა გაუჭირდეს ქართველ ადამიანს საკუთარი შვილის ევროპაში გაშვება, როდესაც ქართული ოცნება ამას თავისუფლად აკეთებს? იმის გამო, რომ მათ ფული აქვთ და ჩვენ იმის შესაძლებლობას გვართმევენ, რომ უვიზო მიმოსვლით ჩვეულებრივად სტუდენტები გადავიდეთ საზღვარგარეთ და ნორმალური განათლება მივიღოთ, როცა სახელმწიფო არ გვაძლევს ამას. ჩვენი განათლების სისტემა ისეთ განათლებას ვერასდროს ვერ მოგცემს, რასაც ჩვენ საზღვარგარეთ მივიღებთ ევროპაში. და ქოცი დეპუტატებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი შვილი ფინანსურ შესაძლებლობაზე ვსაუბრობ, რომ საკუთარი შვილი ასწავლონ, მიიღონ წესიერი განათლება და ქართულ ოჯახებს ამის შესაძლებლობას არ აძლევენ და ყველა გზას უკეტავენ, რაც შეიძლება რომ ამ განათლებამდე ეს სტუდენტები მიიყვანონ. ამიტომ უნდა გამოვხიზლდეთ სტუდენტებო. ანუ თქვენ რატომ უნდა დაიჩაგროთ იმის გამო, რომ ვიღაც ქოცს აქვს ფული და თქვენ არა უბრალოდ. ეკონომიკური მხარდაჭერა. ანუ რა ეკონომიკური მხარდაჭერა დაგვენახა ევროკავშირმა? ანუ თქვენი აზრით სახელმწიფო ზრუნავს მართლა იმაზე, რომ გზები, რკინიგზა და პორტები განვითარდეს? ანუ ამას აკეთებს ევროკავშირი, სხვადასხვა ევროპის ორგანიზაცია, რომელიც აფინანსებს ამათ. ასევე ისტორიული ძეგლები. ანუ რა ისტორიული ძეგლი გააკეთა? აღადგინა სახელმწიფომ. სავარაუდოდ ანუ 6 წლის მანძილზე თუ მიიყვანა რომელიმე ბოლომდე. გელათის ტაძარს უყურებთ ელემენტარული, ანუ რა დღეში არის, უკვე წლები არის ეს პროექტი შედგენილი აქვთ და ყოველდღე უფრო და უფრო აუბედურებენ. ქუთაისში 1000 ისტორიული ძეგლი, კულტურული მემკვიდრეობა დაანგრიეს, გაანადგურეს, მიწასთან გაასწორეს მართლა. და ამის გარდა რა ვიცი 1000 რაღაცას აშენებენ, 1000 სისულელეს აკეთებენ, საბჭომოლებს უშვებენ, თუმცა ისტორიულ ძეგლებს გვინადგურებენ. თუმცა ანუ ზუგდიდში ფრესკების აღდგენაზე ევროკავშირმა დააფინანსა. ნუ ბევრი რაღაც გააკეთა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის, ქართველებისთვის სასოფლო მეურნეობა. სასოფლო მეურნეობა.
რას აკეთებს? ანუ ევროპიდან შემოტანილი, ანუ მრავალი ტექნიკით, ანუ რომელსაც გვიფინანსებენ ჩვეულებრივად, მრავალი ტექნიკით, ახალი მოწყობილობების საშუალებით ძალიან განვითარდა ამ ბოლო დროს სოფლის მეურნეობა. ანუ ფერმერებს ვეხმარებით ეხმარებიან იმაში, რომ უფრო განავითარონ და უფრო, ააშენონ ეს ყველაფერი რა. ამას არ აკეთებს სახელმწიფო, ამას აკეთებს ევროკავშირი, გვეხმარება ევროპის სხვადასხვა ქვეყნები. ამას არ აკეთებს სახელმწიფო. როდესაც ქართული ოცნება ანგრევს კულტურულ მემკვიდრეობებს, ისტორიულ ძეგლებს, როდესაც ისინი არ უფრთხილდებიან იმას, რაც ჩვენმა წინაპრებმა ამდენი ხნის განმავლობაში წვალებით მოგვიტანა, ევროკავშირი მათ აღდგენაში გვეხმარება. ამას არ აკეთებს სახელმწიფო, ამას არ აკეთებს ქართული ოცნება. გვეხმარება ევროკავშირი. ის აფინანსებს იმას, რომ ქართველებმა ეს ყველაფერი შევინარჩუნოთ. და რაც უფრო მნიშვნელოვანი არის, ევროკავშირი ყოველთვის გვანახებს მხარდაჭერას. ის ყოველთვის გვერდში გვიდგას ქართულ ხალხს და ყოველთვის ვგრძნობთ იმას, რომ ევროპა ჩვენს მხარეს არის. და აუცილებელი არის იმას, რომ კარგად დავფიქრდეთ, თუ რა გაგვიკეთა ევროპამ, თუ რა მოგვიტანა უვიზო მიმოსვლამ და კარგად გავაანალიზოთ ბევრი რამ.